სვანური მარილი. ქართული გამოგონება, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა მოაგვარა თავის დროზე და ძალიან ბევრ ფუნქციას ითავსებს ქართულ სამზარეულოში. გაინტერესებს ჯანსაღი კვების საკითხები. გამოიწერე ჩემი არხი, ბოლომდე მიყურე და პერსონალური მენიუსთვის პირადში მომწერე. გავაგრძელოთ. ზოგადად მარილის დემონიზება ნორმალური არ არის. იმიტომ რომ მარილი ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს ჩვენს ორგანიზმში. მათ შორის არის იოდი, რომლის გარეშეც ფარისებრი ჯირკვალი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და მეორე არის ნატრიუმი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში წყლის სწორ მიმოქცევას აკონტროლებს. ამიტომ გაითვალისწინეთ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მარილი შეზღუდეთ კვებაში და წონაში დაიკელით, თქვენ უბრალოდ სითხე დაკარგეთ, რომელიც ორგანიზმს შეკავებული ჰქონდა ზედმეტი მარილის მოხმარებისგან, მაგრამ თქვენ ცხიმი არ დაგიწვევთ. ცხიმის დაწვასთან მარილის ამოღება არანაირ კავშირში არ არის. ამიტომ გამოიყენეთ მარილი გემოვნებით და ზომიერად და თუ გინდათ რომ ნაადრევად არ დაბერდეთ, ენერგია არ დაკარგოთ და თუ გაინტერესებთ როგორ უნდა ჭამოთ, მომწერეთ. მოდი, ვილაპარაკოთ.